ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტის თამარ ბალავაძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. სპორტის მინისტრმა მის მოღვაწეობაზე ისაუბრა. ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში ის აშუქებდა ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვან მიღწევებს და მოვლენებს. ის 25 წელი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე. საინფორმაციო გამოშვებებში იყო სპორტული ნაწილის წამყვანი. ჟურნალისტი არაერთი სპორტული გადაცემის, ფილმის და წიგნის ავტორია. თამარ ბალავაძის ღვაწლი ქართულ სპორტში დიდია. მან წლების განმავლობაში შექმნა იმ დიდ ჩემპიონებზე ბევრი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს მათ გამარჯვებას. სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით ქალბატონი თამარ ბალავაძე დაჯილდოვებული იქნა სპორტის დაინდის ოდებით. მე მას მადლობა მინდა გადაუხადო ქართული სპორტში შეტანილი წვლილისთვის. დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის. ხა სპორტის რაინდის წოდება მომენიჭა ჩემამდე. ეს წოდება ძალიან ბევრ ცნობილ ქართულ სპორტსმენს, მწვრთნელს, ქართული სპორტისთვის დიდი გამარჯვების მომტან ბევრ ადამიანს აქვს მინიჭებული და მე მოხარული ვარ, რომ დღეიდან მათ რიგებში ჩავეწერე. მინდა მიულოცოთ თამარს ეს იუბილე. მართლა უდიდესი ჟურნალისტია, უდიდესი პიროვნებაა. 91 წელს თასი რო ავიღეთ. პირველი ვინც მოვიდა ჟურნალისტებიდან იყო ქალბატონი თამარი, მთელი საქართველო, ვინც უყურებს სპორტულ ჟურნალისტიკას და უყურებს სპორტს. ალბათ ყველას ახსოვს და ემახსოვრება კაიხანს ჩვენი ქალბატონი თამარი.